უმაღლესი თანამდებობის პირების ანდაზღაურებას. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის, ეს რო იყოს მთავარი ფაქტორი, მე დღეს საქართველოში არ ვექნებოდი. როგორც თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში თუ ტელედებატები დავარქვათ ბრძანეთ, მაშინ მიგაჩნდათ, რომ ჯარისკაცები, ქართული ჯარისკაცები ავღანეთში მიდიოდნენ ხელფასის გამო. ესაც ესე ვფიქრობთ? იმ ტელედებატებში მე დიმიტრი შაშკინს მივუთითე და დღესაც გავიმეორებ. მე დავიჯერებ თავდაცვის სფეროს მიმართ ერთგვაროვნად გულწრფელ დამოკიდებულებას, მაშინ როდესაც პოლიტიკური ელიტის შვილები ზუსტად ისევე იქნებიან ჩართული თავდაცვის სფეროს მშენებლობაში, როგორც ყველა სხვა ჩვეულებრივი ქართველი. ერთია პოლიტიკური ელიტა და მათი შვილები და მეორე ჩვეულებრივი ჯარისკაცები, რომლებიც ავღანეთში იმყოფებიან. თქვენი აზრით, არის თუ არა მათი მთავარი мотиваცია ის ფინანსური ანაზღაურება, რომელსაც ისინი იღებენ? ყველა საკითხი, რომელიც ეხება საქართველოს თავდაცვის სფეროში მონაწილეობას და მათ შორის სამხედრო სამსახურში, მოწესრიგებულია საქართველოს კანონმდებლობით. ჩემი კომენტარები დიმიტრი შაშკინთან მიმართებაში ეხებოდა